საჭირო ინფორმაციის მიღების შემდეგ უკვე გადავდივართ შემდეგ პროცესზე. ეს არის უკვე თვითონ სივრცის მოკვლევა. რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი ექსპერტები მიდიან სივრცეში, აკვირდებიან სივრცის განლაგებას, თქვათ როგორ არის განლაგებული პროდუქტი, რამხელა არის მათ შორის შენობის ჭერი, სად არის ტიხრები. ბევრი დეტალი არის, რაც განსაზღვრავს ზოგადად სივრცეში არომატიზაციას და ამ ყველაფრის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ საბოლოოდ ის ეფექტი მიიღო, რაც მომხმარებელს სურს. როდესაც ჩვენ ინტერვიუ ჩავატარეთ, მე რა თქმა უნდა გავბრიფეთ უკვე ჩვენი გუნდი, მათ დაიწყეს ადგილის მოკვლევა. ადგილის მოკვლევის მერე მთელი არომა ექსპერტების გუნდი უკვე ზის და ფიქრობს, რა ნოტები შეესაბამება მათ ბიზნეს მიზნებს. ამ ნოტებიდან გამომდინარე, მე უკვე მიდის მოკვლევა, რომელი სურნელი უნდა იყოს ამ კომპანიაში და დგება რამოდენიმე ეთერზეთისნაირ სახეობა, რომელსაც უკვე მე მომხმარებელს ვთავაზობთ. გვაქვს ჩვენი საინტერესო кейსი, სადაც ეს ჯადოსნური სურნელები არის და ვატესტინებ.